ძალიან სასაცილოა ხოლმე, როდესაც ქართველებს გვაბრალებენ მიუღებლობას სხვა ეროვნების წარმომადგენელი ადამიანების მიმართ. მართლა ძალიან სახალისოა ერთი კონკრეტული მიზეზის გამო და ეს მიზეზი არის შემდეგი. და განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიელ ხალხთა მიუღებლობას რო გავააბრალებენ ხოლმე. როდესაც დაახლოებით 100 წლიანი მიმდინარეობდა ჩრდილო კავკასიაში, როდესაც რუსებმა აბსოლუტური გენოციდი მოუწყვეს და ეს ფაქტებით დასტურდება, ხო? მოაჯერებას რომ თავდავანებად ზოგადად ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში ხდებოდა ჩრდილო კავკასიელი ხალხების გადასახლება, აწიოკება, გაწყვიტეს მართლა უდიდესი ნაწილი წარმოუდგენელი მასშტაბის ეთნიკური წმენდა იყო. ნაწილი დაბრუნდა მართალია ჩრდილო კავკასიაში, მაგრამ ნაწილი არ დაბრუნებულა. ზუსტად მაგ პერიოდში ჩვენ გვყავდნენ ეთნიკური უმცირესობები ზუსტად შეფარებულები. მე რეკი ცუდად შემოგვიბრუნდა ეს ჩრდილო კავკასიელი უმცირესობები გვყავდნენ შეფარებულები, იგივე აფსუები, იგივე ოსები. მე რეკი ცუდად შემოგვიბრუნდა ეს ყველაფერი უბრალოდ დღეს ეს ვიდეო ამაზე არ არის. 2011 წელს ჩვენ ვაღიარეთ ჩერქეზული გენოციდი. ადიღეური გენოციდი, ზოგადად ჩრდილო კავკასიური გენოციდი და საქართველოს არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც ეს ყველაფერი აღიარა და ოფიციალურად ხელი მოაწერა. ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც ეს ჩრდილო კავკასიელ ხალხთა გენოციდი აღიარა და სხვათა შორის ძალიან საინტერესო ფორუმები შეიქმნა ამის მომდევნო პერიოდში. იყო გარკვეული მიმოსვლები, საუბრები, ოფიციალური წერილებით ისინი იხდიდნენ მადლობას და ასე შემდეგ. უბრალოდ ეს არის რა, ქართველიერი არის ძალიან ტოლერანტული მიმღები და ყოველთვის ყველა ხალხის მხარდამჭერი და გვერდში დამდგამი. უბრალოდ ცოტა პოლიტიკაც საჭიროა ხოლმე რეალურად, იმიტომ რომ ის არ დაგვემართოს, რაც თქვა დაგვემართა ხო და დროებით რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიების ორი ერთეული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანობაზე და ღირსებაზე უნდა თქვა თუ არის, როგორც აღნიშნა 2011 წელს ვაღიარეთ ჩვენ მათი გენოციდი მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს უკვე აფხაზეთის კონფლიქტის მომხდარი იყო, ამ დროს უკვე 2008 წლის კონფლიქტი მომხდარი იყო და გილოცავთ დამდეგს და უნდა გვიამაყებოდეს, რომ ნამდვილად ქართველები ვართ და ასეთი მიმღებლობით და ასეთი ჰუმანური ადამიანები ვართ. გვინდა რომ თავს ვიკეთ, მე პირადად არ განმეკუთვნება ზოგადად განეკუთვნება ქართულ საზოგადოებას. მადლობა ყურადღებისთვის.